რაც ჩვენთვის ძვირფასია, არ მოიცი, არ დაგელოდება. ნებისმიერი რამე, ჯანმრთელობა, შვილები, მშობლები, რავი, მოიხედავ და მშობელი აღარ არის. ანუ არ დაგელოდება. გარემო, სანამ შენ გაერკვევი და სანამ შენ ამ საქმეს გააკეთებ. ამიტომ აი ეს და მე ძალიან დიდი სინანულია და უკან ვერაფერს ვერ გადაახვევ. ამიტომ აი ეს რომ ბალანსი იქონიო და არაფერი არ მოხდება თუ შენ 1 საათი და 2 საათი შენს კლიენტზე, შენს ბიზნესზე და შენს იმაზე შემოსავლებზე და იმაზე არ იფიქრებ და სხვისი ამოცანების გადაჭრაზე. არაფერი არ მოხდება თუ შენ პირიქით. აი ხა რო დავაკ ამ ქცევის შეცვლა მის მანახა რომ უფრო მეტი ენერგია გაქვს, იმიტომ რომ სადღაც აი აქ კეფაში სულ გაქვს ანთებული, რომ ცუდად იქცევი, რომ შენ შვილს ყურადღებას არ აძლევ, რომ იმ შვილს თუ რა ვიცი, ვინც მშობლებს, ძვირფას ადამიანი. აი ეს დანაშაულის შეგრძნება ყოველთვის არსებობს. მე ბრაზი რომ აბა რა ვქნა, მე ეს აგრეს, მე ვაიმე რატო აი ეს პროცესი მოჯადოებული წრე. ხო, ენერგიას გართმევს. ხო, გართმევს რა თქმა უნდა. იმაზე მეც ვიდრე გგონია რომ ტყუილა ხარჯავ ახლა აი ეს დრო არ აგა.